რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. შეხვედრას ჩვენი ჟურნალისტი მირიან გორგოძე ესწრება, რომელიც დეტალებით პირდაპირ ეთერში ჩაგორთვება. მირიან, გისმენთ. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სულ ცოტა ხნის წინ. მათ ისაუბრეს ოპოზიციური პარტიების იმ კანდიდატებზე, რომლებიც პარტიული სიით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის შედეგად ხსნიან რეგისტრაციიდან, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საკუთარ განცხადებაში. საუბარია სულ 11 მუნიციპალიტეტზე და მათი თქმით ეს ტენდენცია უკვე საგანგაშო არის და საკმაოდ სახიფათოა. შესაბამისად დაინტერესებულმა სტრუქტურებმა ამას აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ოპოზიციის კანდიდატებზე ზეწოლა პარტიების სიების რეგისტრაციიდან მოხსნას ისახავს მიზნად. საუბარია იმ წესზე, რომლის მიხედვითაც თუ კი ოლქში ვთქვათ 75,000 ამომრჩეველია, იქ აუცილებლად უნდა იყოს დარეგისტრირებული საარჩევნო სიაში 15 კანდიდატი, ხოლო 75,000-იან ნაკლებო ოლქში საუბარია, რომ უნდა იყოს აუცილებლად საარჩევნო სიაში 10 კანდიდატურა და თუ კი ამ სიას ერთი კანდიდატურაც მოაკლდება, მაშინ ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო სია საერთოდ გაუქმდება. რეგიონებში მიმდინარეობს ზეწოლა ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების კანდიდატებზე, რათა მათ მოხსნან საკუთარი კანდიდატურები. ზეწოლა მიმდინარეობს რამოდენიმე პოლიტიკურ პარტიაზე, ძირითადად ეს შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კანდიდატებმა მოხსნეს საკუთარი თავი რეგისტრაციიდან ისეთი პარტიებიდან, როგორც არის საქართველოს გზა, სახალხო პარტია, ზეწოლაზე საუბრობენ ლეიბორისტული პარტიის და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებიც. ეს მსგავსი ტიპის შემთხვევები შეგვხვდა როგორც მაჟორიტარული კანდიდატების მიმართ, ასევე გამგებლობის კანდიდატების. ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა არის მაინც დმანიში. ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობის 5 კანდიდატზე მოხდა ზეწოლა, ასევე ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის 5 კანდიდატზე და ასევე ზეწოლაზე საუბრობს ნინო ბურჯანაძე, გაერთიანებული ოპოზიციაც. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ რეგიონს განსაკუთრებით და ამ ოლქს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სამართალდამცავმა ორგანოებმა. სავარაუდო მასშტაბი, რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, მართლაც არის შემაშფოთებელი და მე ისეთი განცდა მაქვს, რომ ეს პრესკონფერენცია რო ქონოდა დღეს საღამოს საათებში, კიდევ უფრო დიდ მასშტაბზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ეს განცხადების აი ამ პრეს-რელიზის წერის პროცესში იზრდებოდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც საუბრობენ ზეწოლაზე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელები მიმართავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, უწყებად შორის კომისიას, ასევე ზოგადად ხელისუფლებას, დეპუტატებს. ისინი მიმართავენ ყველა სტრუქტურას და ამბობენ, რომ საჭიროა ამ ფაქტებს შესაბამისი ყურადღება მიექცეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ კი მსგავსი ტენდენცია გაგრძელდება, ეს პირდაპირ გავლენას მოახდენს საარჩევნო შედეგებზე. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა.